გამარჯობა, მე ვარ სოსომალანი აფხაზეთიდან, ყოფილი ფეხბურთელი, მწვრთნელი, ბლოგერი. დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით გთავაზობთ პროექტს, რომლის მიზანია თითოეულ ახალგაზრდამდე მივიტანოთ აფხაზეთის თემა. მაქვს პატივი ვესაუბრო ქართული ფეხბურთის ლეგენდას, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ბატონ თემურ ქეძბაიას. გამარჯობა ბატონო თემურ, როგორ ბრძანდებით? კარგად, მადლობა, გამარჯობა. პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი აზრი, თუ რა განწყობით ხართ ამ პროექტის მიმართ და როგორ შეაფასებდით ჩვენ ახალ წამოწყებულ პროექტს, რომელსაც ინიციატივა ჩაუყარა აფხაზეთის მეომართა კავშირმა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. არა მარტო მომავალი თაობისთვის, არამედ ჩვენთვისაც, რომ გვახსოვდეს. პრინციპში ახლა ჩვენ ვინც იქ დავიბადეთ, გავიზარდეთ, ყველას გვახსოვს და ყველას გვენატრება ჩვენი მხარე აფხაზეთი. ჩემი სახლი, ჩემი ქალაქი გალი, უკვე რამდენი წელიწადია გავიდა იმის მერე, რომ ავყოფილ ვარ სახლში. ის კი არა, რომ არა მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩავიდე გალში, მაგრამ ეხლა როგორ სიტუაციაც არის, საერთოდ თელ აფხაზეთში არ მგონია, რომ იქ ჩასვლა ჩემთვის ისეთი საინტერესო იყოს, როგორც სხვა დროს, როცა მე თბილისში ვსწავლობდი და ბავშვობაში ჩავდიოდი ჩემს ქალაქში, ჩავდიოდი სოხუმში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კარგი არის, რომ ეს ინიციატივა გამოიჩინეს ჩვენმა მეუბრების მხრიდან და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ჩვენი მომავალი თაობა ამ მიზნით გაიზარდოს, რომ დადგება ის რომ ჩვენ ერთ დროს უკან დავრუნდებით აფხაზეთში. და როგორ გაიხსენებთ აფხაზეთს და იქ გატარებულ წლებს და როგორ გაიხსენებთ პირველ ნაბიჯებს, როგორ აიდგით ფეხი ამ კუთხეში და ამ მხარეში? გალში დავიბადე, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე საყვარელი კუთხეა ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამოვიარე აქ საქართველოშიც, უცხოეთშიც. მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, რომ უკვე გალიდან წამოვედი, მაგრამ ჩემთვის გალი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კუთხე იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. მთელი ჩემი ბავშვობა იქ გავატარე სკოლაში, პრინციპში სპორტულ სკოლაში ზიგ მამაჩემმა მიყვანა. იურა ბიბლაია იყო პირველი ჩვენი მწვრთნელი. იქ დავიწყე ფეხბურთის თამაში და რა თქმა უნდა, როგორც გალელს, ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი ქალაქია ჩემთვის და ყველაზე ჩემი საყვარელი ადგილი, სადაც მთელი ჩემი ბავშვობა გავატარე. ვინ იყო ის ადამიანი პირველი, ვინც თქვენი სპორტული ნიჭი აღმოაჩინა? ალბათ მამაჩემი რა, იმიტომ რომ რა ვიცი, რომ ხედავდა, რომ დღე და ღამე ფეხბურთს დავზრდებდი და ამის მეც არაფერს არ ვაკეთებდი, მამაჩემმა გადაწყვიტა ბოლოს და მიმიყვანა სპორტულ სკოლაში იქ გალში, როგორც გითხარი, ჩემი პირველი მწვრთნელი იურა ბიბლაია იყო. მაგრამ მე ხო გითხარი, დიდი ხანი არ გავჩერებული ვარ გალში, იმიტომ რომ 12 წლიდან უკვე გადმოვედი თბილისში რა, თბილისის სპორტულ სკოლა ინტერნატში. ისე ძალიან დიდი გამართლებაა ჩემი აზრით ეს, რომ მშობლებისგან, ესე ვთქვათ, ბიძგი გაქვთ ამ მხრივ. მე ვიტყოდი, რომ მამაჩემის როლი იმაში, რომ მე ფეხბურთი მეთამაშე და ამხელა დონეზე დონისის მიმეღწია, დიდი როლი ითამაშა მამაჩემმა, იმიტომ რომ მამაჩემმა არა მარტო მე მიიყვანა სპორტულ სკოლაში, არამედ ყველგან სადღაც ტურნირებზე დავდიოდი, სულ ჩემთან ერთად იყო, სულ ჩემთან ერთად დადიოდა და მაინც ვგზნობდი ამ მხარდაჭერას და იმ პასუხისგებლობას გაიგე, რომ აი მე მეტი სხვა გამოსავალი არ მაქვს, რომ აქედან შემიძლია რომ რაღაცას მივაღწიო და ამით მადლობა გადაუხადო მამაჩემს იმისათვის, რომ რაც მან ჩემი გულისთვის გააკეთა და გაწირა რა შეიძლება ისე იყოს. როგორ იყო იმ დროს სპორტი განვითარებული? ჩვენ ქალაქში გალის მზიური იყო, ძალიან უყვარდათ გულშემატკივრებს ჩვენი გუნდი, თითქმის ყველა თამაშზე ძალიან ბლომად ხალხი დადიოდა, თითქმის სავსე იყო სტადიონი. ჩვენ მაშინ საქართველოს პირველობას თამაშობდით და ფეხბურთი უყვარდა ჩვენთან ქალაქში რა.
და იყვნენ ისეთი ხალხი, რომლებიც შეიძლება ითქვას დღევანდელ დღეს რაც ხდება სპონსორობას უწევდნენ კლუბს, ფინანსურად ეხმარებოდნენ და ყოველთვის ვცდილობდით, რომ გუნდი მეორე ლიგაში გადასულიყო. სამწუხაროდ ეს ვერ მომახერხეთ, მაგრამ სპორტი მithumedes ფეხბურთი ძალიან უყვარდა ჩვენთან ქალაქში. რა როლი ითამაშა აფხაზურმა გარემომ თქვენ პიროვნულ და სპორტულ ჩამოყალიბებაში? მე ყოველთვის მithქვია, რომ ჩვენი ერთადერთი გულდასაწყვეტი ის არის, რომ აფხაზეთიდან უკვე ფეხბურთელები არ მოდიან, იმიტომ რომ მე მახსოვს, რომ მთელი ამ დინამოს ისტორიას თუ შევხედავთ, ძალიან ბევრი ფეხბურთელი წამოვიდა აფხაზეთიდან და ფეხბურთელება, რომელმაც დიდი როლი ითამაშეს თბილისის დინამოს შემადგენლობაში და მთელი ქართული ფეხბურთის განვითარებაში. ბატონო თემო, რომ გავიხსენოთ ომამდე პერიოდი აფხაზეთში თუ როგორი ცხოვრება იყო, რა ხდებოდა და შემდეგ ომის მერე როგორ განვითარდა ეს ყველაფერი? ნუ მომდე პრინციპში მე ხო ინტერნეტში ვსწავლობდი, მაგრამ ხშირად ჩავდიოდი გალში, როცა უკვე ადადაგები მქონდა. და მე გალიდან უკვე მივდიოდი სოხუმში, ძალიან ბევრი ნათესავი მყავდა რა. ორი მამიდა ჩემი სოხუმში ცხოვრობდა, ერთი ახალ ქალაქში, მეორე სადგურთან ახლოს. ბიძა ჩემი, დეიდა ჩემი, ესე რომ ძალიან ბევრი ახლობელი მყავდა და სულ მაგათთან ჩავდიოდი ხოლმე ერთი 10 დღით, 2 კვირით. სოხუმი ძალიან კარგად მახსოვს, სანაპიროზე გავდიოდით იქ, ყავას ვაგდით, მაშინ ყავას იმაზე ადუღებდნენ რა ქვია, ხო, იქ პინგვინი ერქვა და სულ იქ დავდიოდით ხოლმე. ძალიან კარგად მახსოვს სოხუმი, რა თქმა უნდა გალი მახსოვს და მახსოვს ისე ჩემი ქალაქი, სადაც მთელი ჩემი ბავშვობა გავატარე და რა თქმა უნდა, ყოველთვის გვახსოვს და ეგ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ჩვენ მომავალ თაობას გადავცეთ ის, როგორ ცხოვრობდით, როგორ ვიყავით, როგორ იყო ჩვენი ცხოვრება აფხაზეთში და რა თქმა უნდა გალში პრინციპში ახლა უკვე გალში 95-დან არ ყოფილიყარ, რაც ომი დაიწყო. მაგრამ ხედავ ჩვენ გალელებს თბილისში და ყოველთვის ჩვენი შეხვედრა იმით იწყება და იმით თავდება, რომ აი ჩვენი გალი გავიხსენოთ და ჩვენი ურთიერთობა გავიხსენოთ იქ რაც დრო გვაქვს გატარებული. აი სხვათა შორის მეც ხა აფხაზეთიდან ხო აქ დავიბადე, გავიზარდე. იმხელა სიყვარული ზოგ შეიძლება ეგონოს რომ არ მაქვს მე იქაური მიწაწყლის, მაგრამ ანუ არ ვიცი, მაგრამ აი რაღაცნაირი სხვანაირი სიყვარული, აი რო გავიგებ რომ ადამიანი არის აფხაზეთიდან, მათ მიმართ რაღაც განსაკუთრებული გზნობა მაქვს და განსაკუთრებული ხედვა მაქვს. რაღაცნაირად ჩემი სისხლი და ხორცი მგონია ყველა და მინდა რომ უმეტესი თაობა შეიძლება ჩემს შემდეგ დაბადებული თაობა 2-3-4 წლის შემდეგი ამას ვერ წვდებოდეს რა, მაგრამ რაღაცნაირად მინდა რომ ეს ხმა მივაწვნოთ მათთან. მაგიტომ არის ამ ორგანიზაციის მიზანი და ის რომ ახალგაზრდებმა რა იმ თაობას რომელსაც იქ არ უცხოვრია, იმათ ყველანაირად დავანახოთ, ყველანაირად გადავცეთ ის ჩვენი იქ ცხოვრების ცხოვრება, რომ აი იმათაც არ დაავიწყდეს რამდენს ნიშნავს ჩვენთვის ეს აფხაზეთი რა. დღეს წლების შემდეგ რას ნიშნავს თქვენთვის სოხუმი, ზოგადად გალი და ზოგადად აფხაზეთი? გალი პრინციპში დავიბადე, იქ გავიზარდე, ის ჩემი ქალაქია და მიყვარს და ყოველთვის მენატრება, ყოველთვის ვფიქრობ, დღე არ გავა ისეთი, რომ აი გალზე არ ვიფიქრო, ჩემ სახლზე არ ვიფიქრო, ჩემ ახლობლებზე, ჩემ მეზობლებზე, რომლებთან ერთად გავიზარდე და სოხუმი რა თქმა უნდა, სოხუმში მე მომიწია 1 წელიწადი გაჩერება, იმიტომ რომ ჩემი პირველი პროფესიონალური შეიძლება ესე ითქვას ნაბიჯი სოხუმის დინამოდან დაიწყო, იმიტომ რომ მე 11 კლასში ვიყავი და მიწვიე სოხუმის დინამოში. შემთხვევით ბოდიშით მაგ დროს მამა ჩემიც ხوار თამაშობდა. კი, ერთად ვითამაშეთ ფეხბურთი. ჩემთვის ყველა ის ადამიანი, რომელთან ერთად გამიტარებიან ეს ცხოვრება, წლები, ზოგთან ცოტა, ზოგთან მეტი, ხო, ძალიან დიდ მნიშვნელობას
მანიჭებს მე და ყოველთვის მიხარია მაგათთან შეხვედრა და მაგათთან ერთად ყოფნა და რა თქმა უნდა სოხუმი როგორც გითხარით იქ მომიწია ერთი წელიწადი თითქმის თამაში მეორე ლიგაში მასშტაბით კავშირის მეორე ლიგას თამაშობდა სოხუმის დინამო. საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო. კი, კაი ძლიერი გუნდი იყო, დაკომპლექტებული იყო ჩვენით აფხაზე ფეხბურთელებით, რომელთაც ძალიან კაი ურთიერთობა ჰქონდა. ძალიან კაი ის ჰქონდა, ჩვენი მწვრთნელი მაშინ გრამატიკოპულოს იყო ბერძენი, კარგი მწვრთნელი იყო. და სოხუმის დინამო დამეხმარა იმაში, რომ მეც მომცემოდა იმის შანსი, რომ თბილისის დინამოში გადმოსულიყო. ბატონო თემურ, აფხაზეთში თქვენი მისამართი თუ გახსოვთ? აფხაზეთში ჩემი მისამართი ეშერაში ცხოვრობდით, იქ იყო სპორტული ბაზა და ჩვენ ფეხბურთელები, რომლებსაც სახლი არ ქონდა, ეხლა იქ სოხუმში და ცხოვრობდით, იქ გვიწევდა გაჩერება, მაგრამ ხო გითხარით, მე ძალიან ბევრი ნათესავი მყავდა სოხუმში და ამიტომ ხანდახან იმათთან ვრჩებოდი ხოლმე სახლში. ჩემთვის იმიტომ რომ სკოლაშიც იქ დავდიოდი და ამიტომ ეშერაში და ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის რომ იქ ყოფილიყავი ახლოს. არის თუ არა თქვენი პირადი ოცნება აფხაზეთთან დაკავშირებული? ნუ რა თქმა უნდა, ოცნება სამწუხარო არის რომ საოცნებოდ გაგვიხდა აფხაზეთი რა. რასაც ვერაზროს ვერ წარმოიდგენდა. წარმოიდგინე საოცნებო გამიხდა რომ ჩემთან ქალაქში ჩავიდე გალში რა. ნუ პრინციპში ბევრჯერ მქონია იმის საშუალება რომ ჩავსულიყავი, ბევრჯერ მქონია იქიდანაც ის რომ ჩავსულიყავი გალში, მაგრამ აი ეს სიტუაციაში ვერ ჩავალ რა. ისე სიტუაციაში რომ თავისუფლად ვერ ვიგრძნობ თავს რა, სულ რაღაცა შებოჭილი რო იქნები, რომ აი ამ სიტუაციიდან გამომდინარე რა, ისე ვერ ურთიერთობას ვერ იმას დაამყარებ ხალხთან რაღაცა ხო, არ ვიცი რა, სულ რაღაც იმის შიშით რომ რაღაცა არ მოხდეს, სულ რაღაც იმის იმით რომ რაღაცა სიტუაცია არ გამწვალდეს, ამიტომ ვერიდები ხოლმე. პრინციპში ჩემი ქუჩიდან უმეტესობა იქ არის რა. თავიდანვე დარჩნენ, რა თქმა უნდა, თავიდან ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, მაგრამ ეხლა ცოტა რაღაცნაირად გამოსწორდა სიტუაცია და იმედია რომ უკვე ისეთი სიტუაციას დადგება, რომ უკვე მისვლა მოსვლის პრობლემა რო არ იქნება. თქვენი აზრით დაახლოებით რა დრო დაჭირდება ამ ყველაფერს? 30 წელიწადი გავიდა, მე ვფიქრობ, რომ კიდე ერთი იმდენი იქნება საჭირო იმისათვის, რომ ეს სიტუაცია უფრო დალაგდეს რა, იმიტომ რომ ყველა ის ხალხი ალბათ ვინც ამ ომში მონაწილეობდა, ხო ის უკვე 20-30 წლის განმავლობაში უკვე არ იქნება და სიტუაცია უფრო უკეთესი იქნება, იმიტომ რომ მე იმიტომ რომ უკვე მიშვეული ვარ იგივე კიბზე ზუსტად ეგეთი სიტუაცია, იქეთ 50 წელიწადი გავიდა და უკვე ხალხი მიდის, მოდის, არანაირი პრობლემა არ არის. რასაც ისინიც ვერ წარმოიდგენდნენ, ხო? წარმოიდგენდნენ, აი მე რომ ჩავედი, ხო, არ წარმომედგინა რომ ეს დრო დადგებოდა და მაგრამ დადგა. იქაც ეს სიტუაცია დახვდათ ესე იგი. იქაც ეს სიტუაცია. ჩემი მეუღლის ტოლვილია ისიც ფამაგუსტიდან არის, ფამაგუსტა ისეთი ქალაქია, სადაც არავინ აღარ ცხოვრობს რა. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ჩემთვისაც და ჩემი მეუღლისათვის ეს პრობლემა ერთი ტკივილი არის რა ჩვენთვის. ერთი ესეთი კითხვა მაქვს ბატონო თემურ, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს, ფეხბურთელებს და ზოგადად ბავშვებს რითი იცხოვრონ, როგორი იცხოვრონ და ფეხბურთისთვის რა არის კიდე მთავარი, რომ ამ ახალმა თაობამ და ბავშვებმა გააკეთონ, რომ მიაღწიონ იმ წარმატებას, რაც თქვენ მიაღწიეთ და თითოეულმა წარმატებულმა ქართულმა ფეხბურთელებმა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი მხრიდან რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ ბავშვებმა არ დაივიწყონ აფხაზეთი რა. სულ ყოველთვის ახსოვდეთ რა არის აფხაზეთი, საიდან მოვდივარ ჩვენ და როგორც ვთქვით, იმედია რომ ერთ დროს დავბრუნდებით რა, ჩვენ თუ არა, ჩვენი მომავალი თაობა მაინც დაბრუნდეს და რა თქმა უნდა, ყველას მინდა რომ მარტო ტალანტი არაფერს არ შველის რა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაც შეიძლება მეტი იშრომონ, იმიტომ რომ შრომის გარდა მის ტალანტიც ვერ განვითარდება რა, იკარგება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და მით უმეტეს ჩვენთვის ახლა ვინც დევნილები ვართ რა და უკვე აქ ზოგი თბილისში ცხოვრობს, ზოგი რა ქვია მთელ საქართველოში, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ისიც ითქმება რომ აი ეს ბიჭი აფხაზეთიდან არის, რა ქვია, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს იმ აფხაზეთიდან
წამოსულ ყველას არ აქვს მნიშვნელობა იქ ფეხბურთს თამაშობს თუ არ თამაშობს, რომ ეს აფხაზეთის სახელი არა მარტო აქ საქართველოს, არა ქვეყნის გარეთაც რომ გავიტანოთ რა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მე ყოველთვის მინდოდა ხოლმე, ყოველთვის იმაზე ფიქრობდი, რომ აი ყოფილიყო ერთი გუნდი, როგორც იყო იგივე სოხუმის დინამო იყო, რომელიც ჩემპიონატში მონაწილეობდა რა. ეს გუნდი რომ შეგვენახა რა, ან კიდევ ან ისეთი გუნდი ყოლოდა, რომელსაც ერქმეოდა აფხაზეთი, რომ დავანახოთ ყველას, რომ აფხაზეთი საქართველოა რა. ევროტურნირებზე აგი იგივე მე სულ მაგაზე ვაკეთებ აქცენტს აი ყარაბაღი რა. აი აზერბაიჯანმა შექმნა ეს გუნდი, რომ დაენახებინა ყველა ეს ყარაბაღი აზერბაიჯანის არის, აი ჩვენს ყოლოდა ესეთი გუნდი რა ქვია აფხაზეთი, იყო ცხინვალი, სამწუხაროდ ეს გუნდიც დაიშალა უკვე აღარ არის, იყო სოხუმის დინამო. და რა თქმა უნდა ეხლაც არიან, მაგრამ სამწუხაროდ დაბალ ლიგებში არის. ყოფილიყო დაკომპლექტებული უმეტესი ფეხბურთელების, რომლებიც აფხაზეთიდან მოდიან. სპორტს როგორც შერიგების შესაძლებლობას ასე თუ ხედავთ? კი, სპორტი აქვს თუ არა ძალა? მე მახსოვს ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, რომ სოხუმის დინამოში თამაშობდა, ბევრი აფხაზი ფეხბურთელი თამაშობდა ჩვენთან ერთად და ჩვენ მე არასდროს არ მიგძნია, რომ რაღაცნაირი ისა გვაქვს, რა ქვია, ჩვენში რაღაცა პრობლემა არის რა, ყოველთვის ძალიან ესეთ კარგი ურთიერთობა ჰქონდა, უკვე იმ ბიჭებთან ერთად მე მომიწია თბილისის დინამოსის თამაში, აფხაზი ფეხბურთელებთან. აფხაზეთში დაბრუნებაზე თუ გიფიქრიათ? თუ რა თქმა უნდა, დღე არ გადის იმისოთ, რომ აი ჩვენ აფხაზეთში დაბრუნებაზე ვიფიქროთ. ჩემი ძმები, ჩემი და პრინციპში ყველანი აქ ცხოვრობენ, სამწუხაროდ ჩემი მშობლები არ არის ამ ქვეყნად. და სულ ერთი იმის იმედი გვაქვს, რომ დავბრუნდები ჩვენთან სახლში რა. პრინციპში ჩვენთან სახლში ახლა ჩვენ არ ვცხოვრობთ, მაგრამ მამიდა ჩემი იქ არის და ისეა გაკეთებული ჩვენი სახლი, რომ გეგონება, რომ რაღაცა, რა ვიცი, აი ყვავილების და იმის აქვია სახლია რა, ძალიან კარგადაა გაკეთებული და რავი, ჩვენი ოცნება ალბათ ყოველთვის ანამცოცხლები ვართ, ეს იქნება, რომ აფხაზეთში დაბრუნდეთ და ჩვენ სახლში დაბრუნდეთ. როდესაც საქართველოს ეროვნული ჰიმნის ქვეშ იდექით, გქონიათ ის შეგრძნება, რომ თქვენს უკან იდგა დევნილი ხალხი? ყოველთვის რა, არა მარტო ჰიმნის დროს, არამედ არადროს არ მავიწდებოდა საიდან ვიყავი რა. ჩემი აფხაზეთი, ჩემი გალი, ეს ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და რა თქმა უნდა, ახლა როცა საქართველოს ნაკრების მაისური მეცვა, რა ვიცი, ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იყო რა. ეს იყო მესვენა თამაშები მაქვს, 500 თამაში მაქვს ჩემ საფეხბურთო კარიერაში და აქედან 50 თამაში არის, რაც მე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვითამაშე და ეს 50 თამაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იყო. და რა თქმა უნდა, მახსოვდა ის, რა თქმა უნდა, როგორც ქართველი, რა თქმა უნდა, როგორც აფხაზეთიდან წამოსული, ჩემი აფხაზეთი ჩემთვის ყოველთვის ჩემთან ერთად იყო რა. როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფერთან ერთად, წლებთან ერთად აფხაზეთის თემამ აქტუალურობა დაკარგა? იმედი მაქვს, რომ ესე არ ფიქრობს ყველა, იმიტომ რომ მე ესე მგონია, რომ აფხაზეთის პრობლემა მარტო ჩვენ აფხაზეთიდან წამოსულებს უფრო გვაქვს, ვიდრე დანარჩენ სხვა საქართველოს რა და იმედია, რომ მე ამაში ვწდები. მაგრამ თვითონ ამ სიტუაციიდან გამომდინარე, რა სიტუაციაც არის ახლა ქვეყანაში, რა ხდება ქვეყანაში, ხო? სანამ ეს თემა აქტუალური არ გახდება ყველასთვის, ხო? ისე ვერ ვიბრძოლებთ ამისთვის, რომ დადგეს ის დრო, რომ აი ჩვენ ყველამ ერთად ვიბრძოლოთ, რომ აი რაღაცნაირად ვიბრძოლოთ, მე იმას კი არ ვიძახი ომით და იმით, აი მშვიდობით, რომ ყველანი ერთად დაბრუნდეთ აფხაზეთში რა. სანამ ამას ყველა არ გაითვალისწინებს, ყველა ამ იმაში არ ჩაერთვება, ხო? მაგრამ მარტო ჩვენ აფხაზეთიდან წამოსულებმა ვიფიქროთ ამ თემაზე. ყველამ უნდა, მთელმა საქართველოს უნდა იფიქროს. ყველას უნდა გვტკიოდეს. ყველას უნდა გვტკიოდეს, როგორც ჩვენ ვტკივა. იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე აფხაზეთში დავბრუნდებით და როგორ წარმოგიდგენიათ აი ეს პირველი მატჩი დაბრუნებულზე სოხუმის სტადიონზე? ხო, სოხუმის სტადიონი, პრინციპში იქაც ბევრი თამაში მაგათამაშები. ბავშვობაშიც, მე უკვე როცა თბილისის სოხუმის დინამოში ვთამაშობდი. არ ვიცი რა, ეხლა
როგორც მოთამაშე ალბათ ვერ იმას ვიზამ, მაგრამ როგორც გულშემატკივარი ალბათ ჩემზე მეტი გახარებული ვინმე იყოს რა, ესეთ თამაშს რომ მოვესწრო რა და იმედია რომ ეს დრო დადგება, იმედია რომ ეს დრო დადგება და რა ვიცი, ალბათ ჩვენ სიხარულის საზღვარი არ იქნება რა. დიდი მადლობა ბატონო თემურ მობრძანებისათვის, დროის გამონახვისათვის და დიდი პატივია ჩემთვის. მეც დიდი მადლობა რა ამ ინტერვიუსთვის, ეგეთ ინტერვიუ არც არ მქონია, რაც მარტო აფხაზეთს ეხებოდა და რა თქმა უნდა დიდი მადლობა მეომართა კავშირს, რომ ეს ინიციატივა გამოიჩინა და რა ვიცი, მე ყოველთვის მზათა ვარ, თუ კი რამეში დაგჭირდებით, ყველანაირად თქვენ გვერდით ვარ და თუ რამე შემიძლია რომ დაგეხმაროთ, მე ყოველთვის მზად ვარ ამისთვის. დიდი მადლობა.